გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე შემოგვიერთდა და დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა შეეხება მეტად მნიშვნელოვან საკითხს. ქრისტე როგორც მიზანი ჩვენი ცხოვრებისა. ქრისტე აღდგა მამა გიორგი. ჭეშმარიტად გილოცავთ ყველას აღდგომის ცხინვალი დღესასწაულს. დიდი მადლობა ჩვენც გილოცავთ. მამა გიორგი, როგორც აღნიშნე, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ. ქრისტე როგორც მიზანი ჩვენი ცხოვრებისა და რეალურად თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს, რომ აქ ჩვენი მყოფობის დროს მაქსიმალურად შევძლოთ, რომ მივემსგავსოთ უფალს ჩვენი სათნოებებით, ჩვენი ქმედებით, ჩვენი ცხოვრებით, რაც რა თქმა უნდა ყველას ძალიან გვიჭირს და მცირედის მცირედსაც შეიძლება ვერ ვასრულებთ და ვერ ვაკეთებთ. როგორი უნდა იყოს თვითონ ქრისტიანი ადამიანის ცხოვრება, რომ შევძლოთ სწორედ აი ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზნად ვაქციოთ ის, რომ შეუდგეთ ქრისტეს გზას. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოკლედ, მინდა აი აღდგომა გავიარეთ და მადლიერებით დავიწყო რა. გუშინ გადაცემას უსმენდი მამა გიორგი იყო და მომივიდა ასეთი ის რომ აი რაღაცა მადლობა მინდა უთხრა პატრიარქს პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრა თქვენ და მადლობა მამებს ვინც აქ მოდიან იმისთვის რომ აი ამ ინფორმაციულ სივრცეში რომელიც დღეს არის ქვეყანაში და ზოგადად სოფლიოში რაღაცა უაზისივით არის ერთსულოვნების არხი სადაც შეგიძლია მოკლედ რაღაც ადამიანმა ისეთი ინფორმაცია მიიღო, რომელიც რაღაცა შინაგან შფოთს და შინაგან მოკლედ რაღაც იმას არ გამოიწვევს დაშლილობას და რომ ჩვენ ძალიან ბევრს სწავლობთ ხოლმე თქვენგან, როდესაც სტუმრად მოხდეთ. ამისთვის უდიდესი მადლიერება ყველა თქვენ და ყველა მომსახურე მოკლედ ადამიანს, ვინც აქ არის, მამა მიქაელის მოკლედ მეთაურობით. ეს პირველ დღეს არის კიდე თავდაცვის ძალების დღე არის და მინდა მიულოცო მოკლედ ჩვენს თავდაცვის ძალებს მათაც მადლობა გადავუხატოთ. მადლიერება მათაც მოკლედ ღმერთმა სულისა და ხორცის მხნეობა მისცეთ, რომ ერთგულად და პატიოსნად ემსახურონ მოკლედ ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს მოკლედ. ეხლა რაც შეეხება მოკლედ ქრისტიანობას და ცხოვრების მიზანს. სახარებისეულ ორ მონაკვეთს მოვიყვანდი თომა მოციქული. მე გუშინ ფიქრობდი და რატომაც ეს თემა ავარჩიე, რომ აი შემთხვევითი არ არის თომა მოციქულის თავის ქალი საქართველოში ყოფ. არაფერი შემთხვევითი არ არის, მით უმეტეს, როდესაც რაღაცა ასეთ დიდ სიწმინდეებს ეხება და თომა მოციქული არის ესე რომ ვთქვათ, აი ნიმუში ყველაზე აი ამ ძიებითი პროცესის. ქრისტიანის ძიებითი პროცესი. რატო საქართველოში? ალბათ ესეც მოწოდება და ანუ ეს არის, ანუ ხო არ შეიძლება სიწმინდე შემთხვევით იყოს სადმე უბრალოდ იმის გამო რომ გამოვაბრძანოთ, ოდესღაც მივიდეთ, ვემთხვიოთ, მე ისევ შევაბრძანოთ, ხო? ღმერთმა განაგო რომ ამდენი აღარ ჩამოთვლი ხა უდიდესი სიწმინდეები ჩვენთან იყოს და მათ შორის ამ შემთხვევაში მინდა გავამახვილო ყურადღება თომა მოციქულის თავის ქალაზე. ესე იგი ეს არის ადამიანი, რომელსაც უნდოდა რა იცი. ისე იგი ჯერა თქვენი რო აღდგამ, ჯერა თქვენი მონაყოლისა, მაგრამ მე პირადად მინდა. მე პირადად მინდა მასთან მივიდე, მივახლოვდე და მეც პირადად მინდა განვიცადო ის, რაც ქრისტესთან ყოფნა არის. ანუ მიზანი და მიზეზი ქრისტიანი მორწმუნე ადამიანისა, რომელსაც უნდა ქრისტესთან შეხვედრა. და მეორე მონაკვეთი მინდა სახარებისა გაგახსენოთ, როდესაც აი მაცხოვარი იწყებს ივანე მოციქულის პირველ წერილში არის, ანუ პირველ თავში სახარებისა, როდესაც იწყებს ქრისტე უკვე საზოგადო მსახურებას, თუ გახსოვთ ორი მოციქული გაყვება მას ივანე ნათლისმცემლად და აი მე ვიძახი რომ ამ დიალოგს გამოვაკრავდი ტაძრის ყველა ტაძრის შესასვლელში და გახსოვთ რა დიალოგი არის მისდევენ უკან და მაცხოვარი მოუტრიალდება და რას ეძებდო და ის მოციქულები პასუხობენ რომ სათხარო სად იყოფიო ხო და მოდი და იხილეთ და მივიდნენ და იხილეს და მაგის მერე მასთან დაადგეს. აი ეს დიალოგი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აი ტაძარში რო შედის ადამიანი, აი პირდაპირ რას ეძებ? მოდი იხილე და მოვედი და ვიხილე და მოკლედ რაღაცა იქ დავჩებით მერე ტაძარში ვჩები. ანუ აი მე რაზე მინდა იცი გავამახვილო ყურადღება, რომ ისე იგი მიზანი თუ არ არის ქრისტიანი ადამიანისა, თვითონ ქრისტე და ქრისტესთან ურთიერთობა ყველაზე მთავარი, მაშინ აი მერე ადამიანი არის აი მეორე ხარისხოვან რაღაცეებზე გადაერთობა ხოლმე. და ცდილობს მერე რომ ამ მეორე ხარისხოვან რაღაცეებით შეავსოს სულის სიცარიელე.
ადამიანის სული ზოგადად არის ივსება მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან სწორი ურთიერთობით. ჩვენ შეიძლება როგორ გითხრათ, ჩვენი ემოციური ნაწილი, ჩვენი რაღაცა გრძნობითი ნაწილების დაკმაყოფილება შევეცადოთ, რომ ეს სიცარიელე შევავსოთ. მაგრამ სული ცარიელია, როდესაც მის ცხოვრებაში პირველ ადგილას არდგას ქრისტე და მასთან ურთიერთობა. ნახეთ როგორ რაღაცა არის, რო ავიღოთ ესეთი რამე, მაგალითად გზაზე რომ მიდიხარ ადამიანი, მიზანი რა არის, მაგისტრალური გზა, აქედან უნდა ჩავიდე იქ. თუ კი შენ იცი რომ საწვავი გეყოფა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დანიშნულ ადგილამდე მიხვიდე და შენ ავტომობილით გადაუხვევ პატარ-პატარა ადგილებზე, ის საწვავი შენ საბოლოო ჯამში მიზნამდე ვერ მიგიყვანს. აღდგომის მერე ზუსტად ამას ვაკვირდები ხოლმე, რომ აღდგომის დღეებშიც და ზოგადად ამ პერიოდშიც იმდენად ცდილობენ ადამიანები, რომ მეორე ხარისხოვანზე გაამახვილონ ყურადღება, მაგალითად იგივე თემები როა ხოლმე ყოველ წელიწადს ვიძახ ხოლმე, ცუდად არ ვამბობ, ესეც თავისთავად არის საჭირო, მაგრამ ის კვერცხი, იქ პასკა, ის საფლავზე ერთხელ ხოლმე მივხვდეთ თავისთავად, რომ განა შესაძლებელია, რომ სულ ყოველ წელიწადს ამაზე ვსაუბრობდეთ. აღდგომა და თვითონ ქრისტეს, ქრისტე რო აღდგა ჩემს გულში რო ვიგრძენი, რომ ქრისტე აღდგა, რატო აღდგა? იმიტომ რომ შევიცვალე. ქრისტემ როგორც ლაზარეს საფლავი აყროლებულისა, ყარდა და გამოიყვანა გარეთ, ესეთი ჩემი გულის მდგომარეობა შეცვალა. თუ მე შევიცვალე, თუ შევიცვალე, ხო, ლაზარეს საფლავი იქცა ჩემი გული, იქცა უკვე ქრისტეს საფლავად. ჩემ გულშიც აღდგა. პირველ საუკუნეებში ამ ტექსტი, როდესაც შემოვიდა აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, როგორ იყო იცი? აღდგომა ქრისტესი ჩემში ვიხილე. ჩემში უნდა ვიხილო ეს აღდგომა ქრისტესი და ნახეთ, ერთი ესეთი მწერალი არის, ინგლისელი მწერალი არის, ის აღწერს რას, იცით, ეს წერილები ბალამუთს ესეთი არის და დიდი, უფროს დემონი როგორ არიგებს პატარა დემონს, როგორ უნდა აცნობს ქრისტიანი ადამიანი. და რას ეუბნება ის? თავარ მიზანს ააცილე. ყველაფერზე ალაპარაკე, რაზეც შეიძლება, იმაზე, ამაზე, ჩაცმულობაზე, იმაზე, მეორე ხარისხოვან რაღაცებზე ალაპარაკე, მთავარია ქრისტეზე არ მისი მთელი მიზანი არ იყოს ქრისტე და რა არის ქრისტე? ქრისტე როგორ ჩვენი მიზანი რა არის, ხო? ყოველდღიურად უნდა ვეცნობოდეთ მის სიტყვას. ნახეთ როგორ რაღაცა, მოდი ეკითხები დავსვათ, როგორია თქვენი ღმერთი? რას გეუბნება? დასვით ყველა იმ ვინც გვისმენს, რას გეუბნება? რას გავალებს? როდის მოდის? როდის მიდის? რა პირობით ურთიერთობს შენთან? ჩვენ ხო არა ვართ, მართლმადიდებლობა რა პიროვნული რელიგიაა და სადაც ჩვენ მართლა ვგრძნობთ, ჩვენ არა ვართ სხვადასხვა რელიგიები, ჩვენ არა ვართ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიები, სადაც ღმერთთან ურთიერთობა აბსტრაქტულია, სადღაც არის ღმერთი და ჩვენ აქ ცხოვრობ და ჩვენ ვიძახით, რომ პირადი, ღმერთი მოდის, ადამიანის გულში მოდის. ღმერთი მოდის და ჩვენ ხვდებით ქრისტეს. და დავსვათ კითხვა, საბოლოო ჯამში, რომ დასვას ადამიანმა კითხვა, რომ რა არის, ისე იგი, როგორია ჩემი ღმერთი, როგორ ვურთიერთობ მასთან და ერთადერთი რითიც, შეიძლება ჩვენ ქრისტეს ყოფობა ჩვენში მოკლედ განვიცადოთ, ეს არის ყოველდღიურად მისი მცნებების გაცნობა და აღსრულება. თუ ადამიანი ქრისტეს მცნებების აღსრულებას არ ცდილობს, მაშინ მის ცხოვრებაში, ხო გეუბნებით, აღდგომამ გაიარა. გაიარა ამ დღესასწაულებმა და თითქოს იგივე მდგომარეობაში ვარდებით. იგივე მდგომარეობას უბრუნდებით. იგივე ყოველდღიურობა არის. რაღაცა ადამიანმა ვერ ვისწავლეთ, რა მოხდა ჩვენს თავს. რა არის, რამე მოხდა ისეთი, რომელიც თქვათ უკვე ერთი ნაბიჯით წინ გადავედით, ერთი ნაბიჯით წინ გადავდგით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი, რომ ჩვენ ისე იგი ვითვალისწინებდეთ ამას, რომ წუთისოფელი ცდილობს, რომ წლები გავიდა და ყოველთვის ცდილობს, მეორე ხარისხოვნებზე გააკეთოს ჩვენი აქცენტები. საუბარიც ყველანი, ყველა სამწუხაროდ ამ იმაშიც, სოციალური ქსელიც ძალიან ეხმარება ამას. სულ ისეთ საკითხებზე არის საუბარი, ისეთ საკითხებზე დაობენ, მათ შორის სასულიერო პირებიც სამწუხაროდ, რომ ისმის კითხვა, ფარავთ მთავარს. აღდგომას ნუ დაფარავთ, ქრისტეს ნუ დაფარავთ, ცნებებს ნუ დაფარავთ, მის აღსრულებას ნუ დაფარავთ.
ამიტომ ადამიანები ახლა როგორ არის იცით ამ სიცარიელის შევსებას ამ მეორე ხარისხოვნის ცდილობენ, მაგრამ არ ივსება ეს სიცარიელი. ადამიანის სული რჩება აუცილებლად ისევ და ისევ თავად ადამიანიც გრძნობს ალბათ სადღაც მამა გიორგი იმიტომ რომ შეიძლება მან ყველაფერს მიაღწია თქვა სასურველ მიზანს დასახული მიზნები გეგმები რაც ჰქონდა შეიძლება უძრავი ქონება შეიძინა ასე შემდგომ ან თითქოს ყველაფერი აქვს იმისათვის რომ იყოს ბედნიერი მაგრამ ხვდება რომ რაღაც აკლია რაღაც არ არის შევსებული მის სულში და სწორედ ეს არის ახლა რადგან ზუსტად ეს არის ანუ აი ნახეთ ადამიანის სული ადამიანს აქვს ყველა ადამიანს აქვს სული და ყოველთვის აი ანუ სული გვაუწყებს იმას რომ ანუ ის სისავსე ჭირდება ანუ სიცოცხლე ჭირდება მას და არა ბიოლოგიური სიცოცხლე არამედ ყველაფერი გაქვს ამ ბიოლოგიურ სიცოცხლეში ყველაფერი აქვს ადამიანს მაგრამ ამასთან ერთად ადამიანს არ აქვს ყველაზე მთავარი, yani შიგნით გრძნობს რომ მაინც სიცოცხლე არ არის. და ამიტომ აი სული ცოცხლდება. აი ყველა უნდა ვიცოდეთ, აი სული ცოცხლდება, აი გამფრთხობა ქვია ამას, ანუ ფხიზლდება სული, როდესაც სული იწყებს ქრისტეს მცნებების შესწავლას და აღსრულებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში ცოცხლდება სული. სხვა ისე იგი, აი, ოდიშთ ამ გამოთქმაზე ისე კვერცხი მოხარშე თუ არ მოხარშე თუ რავი, ანუ ყველაფერი ეს, ანუ არაფერი სულს არ აცოცხლებს. ეს არის ჩვენი მშვინიერი ნაწილისთვის და თვალის ნაწილისთვის. დანარჩენი არაფერი სულს არ აცოცხლებს. ეკლესიაში მისვლა და ტაძარში მისვლა აღსარება და ზიარებისკენ რა უნდა უბიძგოს ადამიანს, იცით? მე წავიკითხე ქრისტეს მცნებები რაც არის და ამის აღსრულება რომ დავიწყე მივხვდი რომ მე არ შემიძლია ამის გაკეთება თუ არ დამეხმარება ვინმე და ვინ არის ეს თუ ისევ ქრისტე ღმერთი არ დამეხმარა მე და თუ კი ადამიანი ამას არ შეუდგა თუ კი ადამიანი ქრისტეს მცნებების აღსრულებას არ შეუდგა და აი ამასთან ჭიდილს არ შეუდგა მაშინ აი ტაძარშიც მისulis თუნდაც თქვა აღსარების თქმა ზიარებაც ეს ყველაფერი ხდება მეორე ხარისხოვანი და ბოდიშით ამ შემთხვევაში ვიღებთ რას იცი ქრისტიანობას ქრისტეს გარეშე ანუ ყველაფერი გარეგნული თითქოს აქვს ადამიანს მაგრამ სული ისევ ცარიელი ეს თქვენ კარგი აქცენტი გააკეთეთ ახლა მამა გიორგი აღსარება ზიარება შესაძლოა წლები დავდიოდეთ და გვერქვას ეკლესიური გულისხმობს რომ როგორც წესი დავტოვებდეთ არც ერთ წირვალ უცვას მაგრამ არანაირი ცვლილება არ არსებობდეს. რაც ვიყავით, იგივე ვართ. მარხვამდეც, აღდგომის მერეც, 5 წლის წინაც, ვაზიარების მერეც და 12 აღსარების მერეც. ეს არის ამის პრობლემა, რომ ჩვენ მიზანი სწორად არ გვაქვს დარჩეული. ჩვენ სწორად არ გვიცით რა არის ქრისტიანობა და ქრისტე. კახაბერ, სული ვერ იტანს მოძრაობას არსაით. აი უნდა ვიცოდეთ რა, სული არსაით მოძრაობას ვერ იტანს. ანუ შენ ვერ ეტყვის სულს, რომ იქით წადი აქ. ანუ სულის ერთადერთი მოძრაობა არის. ის მოძრაობს მხოლოდ და მხოლოდ მიზნისკენ. თუ ის ღმერთისკენ არ მიდის და ის ანუ მიზიდულობა, რომელიც მას ღმერთთან აქვს, სხვა შემთხვევაში ის არსაით ვერ იტანს. ანუ აქეთ-იქით ვერ ანუ კვდება ადამიანის სული. ანუ არ გულისხმობ ბიოლოგიური სიცოცხლე, არამედ სული კვდომას განიცდის. ანუ ადამიანში კრიზის ქმნის, ნახეთ როგორ არის შინაგანი კრიზისი აქვს ადამიანს, რომ რაღაცა, ანუ მოუსვენრობა ჭირს, მაგრამ ანუ წინ ვერ, ანუ არსაით სულის მოძრაობა არ არის. და როდესაც ნახეთ, ანუ ჩვენ აი მივედმოვედებით და არსაით დავდივართ და ბიზნისკენ არ მიყვავს ჩვენი სული, მაშინ თავისთავად რასაც ვიძახთ, ეს არის ამის შედეგი, ანუ ამ შედეგს იღებს ადამიანი, რომ ანუ როგორ გითხრათ, მთავარ მიზნისკენ, ქრისტესკენ, როგორც მთავარ მიზნისკენ არ მედის, ანუ ზიარების იქით უნდა ხედავდე ქრისტესთან ურთიერთობას. აღსარების იქით უნდა ხედავდე ქრისტე მინდა. ანუ ნახეთ, აღსარებას ვაბარებ არა იმიტომ, რომ რაღაცა ჩემში იცვლე, არამედ მე ღმერთთან მინდა, ქრისტესთან მიახლება მინდა და ქრისტესთან ურთიერთობა უნდა ადამიანს და ამიტომ აი ამას გულისხმობ, რომ იქნებ აი აღდგომის დღესასწაული ყველაზე დიდი მადლის მომცემი არის და ფიქრობ, რომ ეს სიხარული ყველამ განიცადა აი ამ მოკლედ საკუთარ გულში და ეს აღდგომის, ანუ ქრისტეს მყოფობა ადამიანის გულში და აი რო არ დაკარგო ადამიანმა, რომ ისევ არ გაუშვა ხელიდან, რომ ისე იგი მიზეზი რა არის ამ დაკარგვისა, როდესაც ადამიანი მოკლედ აი ესე პერიფერიებზე გადადის უკვე და მოკლედ მისთვის ცდილობს მოკლედ ჩაანაცვლოს რაღაცის როგორ უნდა შეინარჩუნოს ქრისტიან ადამიანმა ეს განწყობა მთელი წლის განმავლობაში რომ მომდევნო აღდგომამდე ჩვენ შეძლების და გვარად უკეთესები ვიყოთ მაგიო. აი ცნება, აი ნახეთ როგორ არის ხო გეუბნები ფხიზელი რო იყოს სული
აი ფხიზელი რო იყოს სული, აი მაგალითად ავიღოთ, ხო? ღმერთ, ანუ უნდა ადამიანი იყოს თავმდაბალი, ხო? უნდა იყოს ადამიანს მორჩილება ქონდეს, გულმოწყალება ქონდეს ადამიანს, ხო? სიმშვიდე ქონდეს, პატიების უნარი ქონდეს, ხო? ანუ თუ ეს რაღაცა მე ჩემში არ არის, თუ არ არის ჩემში, ხო? მე უკვე მიზანს აცელი ვარ, იმიტომ რომ ეს თვისებებია, რომელიც მე მიზნისკენ მივყავარ ამას. ჩაიხედე ადამიანმა საკუთარ გულში, ეს თვისებები არის, თუ ეს თვისებები არ არის ადამიანში, ისე იგი ადამიანი არ მიდიხარ მიზნისკენ, ანუ სული არის ყდომით. ნახეთ როგორ არის ესეთ დროს ადამიანი გარეგნულად ცუდად არ გამოიყურება. ორი მდგომარეობა არის აქ, ნახეთ როგორ არის. ერთი ნების ძალები. ანუ შეიძლება ადამიანს ნებითი ძალა ქონდეს, ძალიან ძლიერ ყოველდღიურად ძალიან ისე იგი გულმოდგინედ ასრულებდეს რაღაცას, მაგრამ შინაარსი არ ქონდეს, შინაგანი შინაარსი არ ქონდეს, ანუ ესე იგი მიზანი არ ქონდეს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც მიზანი აქვს, მაგრამ ნებითი ძალა არ აქვს, რომ ამ მიზნისკენ წავიდნენ. აი ნახეთ როგორ არის ერში ესე რო ავიღოთ, სანამ ქრისტეს იპოვე ადამიანი, უფრო ხასიათდები ამ მდგომარეობით. ძალები გაქვს, აი რაღაცა მოკლედ, ანუ ძალა გაქვს, სამსახურშიც მიდიხარ, ყველაფერს აკეთებ, მაგრამ მიზანი არა გაქვს. მაგრამ ნახეთ როგორ არის იპოვე თუ არა მიზანს, თუ კი ქრისტე იპოვე, მიზანი თუ იპოვე, აი მე ხვდები რომ უკვე ამას რაღაცა სხვა ძალები ჭირდება ამ მიზნის მიღწევას. ანუ ყოფით ცხოვრებაში რო წარმატებული იყო, სულ სხვა ძალები გჭირდება, სხვა ძალისხმევა გჭირდება, მაგრამ თუ ქრისტე იპოვე და ქრისტე გახდა შენი მიზანი, აქ უკვე სხვა ძალები ჭირდება. აი ჩემ მაგალითს გეტყვით, ანუ დიაკონი რო ვიყავი, აი ყოფილა შემთხვევა გიორგობა ძალიან მიყვარს ძალიან და საღამოს ლოცვაზე ყოფილვარ, მე წავსულვარ ღამის თევაზე, თლიანად მიმსახურე, მაგრამ არ უზიარებულ ვარ და იქიდან ჩამოსულა დილით წირვაზე ისევ სამდემთავრო წირვაზე მდგარ ვარ და მე იქ ანუ წარმოგიდგენთ ორი მსახურება მიმსახურე. მაგრამ ეს იყო პერიოდი, როდესაც მე პირდაპირ გეტყვი დიაკონი ვიყავი, მაგრამ ეს იყო ეს ძალების პერიოდი, აი რაღაცა გარეგნული ფორმების პერიოდი იყო და აი როდესაც ერთ მომენტში ხა მე რაღაცა გარდატეხის მომენტი მოხდა და მე მივხვდი იმას, რომ ისე იგი თავმდაბლელი უნდა იყო ადამიანი, რომ მორჩილება უნდა იცოდე ადამიანი, გულმოწყალე უნდა იყო, პატიება უნდა შეგეძლოს და როდესაც ღვთისმცნებების აღსრულება დავიწყე, აღარაფრის ძალა არ მქონდა. წირვაზე დადგომაც კი მეჭირდა. ანუ ძალები, რომელიც საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მჭირდებოდა, არ აღმომაჩნდა. და ფიქრობდი, სად წავიდა ის ძალები, როგორი ისე იგი შემართებით ვიყავი, რომ მე ანუ მსახურებაზე ვიდექი, მაგრამ ნახეთ, შეიცვალა თუ არა მიზანი, წეღარ როგორც თქვი, ანუ თავარი მიზანი კი როცა გახდა ჩემთვის ქრისტე და ქრისტეს მიმსგავსება და ქრისტეს თვისებები, ამაში პირდაპირ ანუ ძალები არ მეყურა. რატომ ხდება ეს ძალების გამოცვლა და მოხდება? ჩვენს გვემართება ხოლმე. გამოცვლაც არ ყოფილა. ანუ ნახე, სული არ იყო ცოცხალი. ანუ ნახე როგორ იყო, გარეგნული ფორმებზე მქონდა, აგე როგორც წეღან თქვი, მივდიოდი, მსახურობდი რაღაცა, ეს გარეგნული ისინი იყო. ანუ რა მინდა თქვა, შიგნით არ ვიცვლებოდი, შიგნით იგივე ვიყავი. შიგნით იგივე გიორგი ვიყავი, რაც მოკლედ, ანუ ერიდა რო წამოვედი და უბრალოდ ალბათ თქვა, ყაბაშეთ, ჩემი სტიქაროსანი რო ვიყავი და შეიცვალა, მე დავითნე ვიყავი, ფორმა შეიცვალა მსახურებისა, მაგრამ გული იგივე დარჩა. გული დარჩა იგივე და ძალები, სულის ძალები, ანუ ამის საკმარისი არ იყო და როცა მივხვდი, რომ იცი იგი, აი მოდი, ანუ ქრისტიანი რა არის ქრისტიანობა? რომ ქრისტიანობა არის ქრისტეს მსგავსება. იმ მსახურებაში თავმდაბალი უნდა იყო, მორჩილი უნდა იყო. ანუ ის მსახურებაც იმისთვის არსებობს, რომ შენ ესეთი გახდე და რა წამს გადავწყვიტე ეს, რომ მე ესეთი მინდოდა გამختارიყავი და ანუ ნახეთ, რა წამს დავიწყე ვიღაცის შეურაცხყოფაზე არ რეაგირება და პატიება. ამან იმხელა ძალები წაიღო ჩემგან, რომ ვიღაცამ რო შეურაცხყოფა და თავმდაბლად თავი რო დამეხარა, ამან იმხელა ძალები წაიღო ჩემგან, ანუ იმხელა ძალები მოითხოვა, რომ მე უკვე აი ეს შინაგანი მდგომარეობით უკვე აღარ მყოფნი და ძალები ესე რო თქვა უკვე მსახურებისა, მაგრამ აი მე მოდის. თუ კი ადამიანი აი ამ მადლში შეჩერდი, თუ კი ქრისტეს მსგავსებაში შეჩერდი, მე ისეთი ძალა მოდის, რომ მე ნამდვილი სიხარული გაგაჩნია, რუაპატიე გიხარია.
სახურება გიხარია, რატო იცით? მთელი ლიტურგიას და მთელი საეკლესიო მსახურებაც ამ თავმდაბლობაში არის, ანუ თავმდაბლობის მსახურება. და შენ ნახე შენი სულისკვეთება შეგაკ. წარმოიდგინე ტექსტები და ყველაფერი გიბიძგებე რომ თავმდაბალი უნდა იყოს და შენ თავმაღალი ხარ. და როდესაც შენ მიხვდები ამას ერთხელაც მიხვდები და დაიწყებ თავმდაბლობას, ხო? აი პირველი ეტაპი არის, როდესაც გიჭირს ადამიანს, ძალიან გიჭირს, იმიტომ რომ საკუთარი თავის გატეხვა არის ეს, აი საკუთარ თავის უარყოფა როგორც არის, ხო, უარყოს თავითვისი და აღიღე ჯვარითვisi, აი საკუთარ ჯვარს მართლა იღებ ამ დროს, ის არა და აი რო პატიო, როდესაც გაწყენინებენ, როდესაც უხეშად გეტყვიან, როდესაც რაღაცას და ამ დროს რო შენ ადამიანს პატიო, ამ დროს ბევრი ძალებს ითხოვს, მაგრამ უფალიც განიჭევს გარკვეულ მერე ძალას და ისეთი სიხარული შემოდის მერე, აი ამას გულისხმობდი წეღან ქრისტე, როდესაც ხდება შენი ცხოვრების მიზანი, ისეთი ძალა შემოდის ადამიანში და სულის ის, ანუ სული ცოცხლდება ისე და სული ისეთი ცხოველმყოფელი ხდება, რომ აი ეს მადლი, რომელიც სულის ნაწილში შემოდის და მერე გადასცემს ჩვენ მშვენიერ ნაწილსაც და სხეულსაც, აი როგორ გითხრათ, აი თლიანად ფხიზლდება ადამიანი. უხარია, მსახურებაც უხარია, ყველაფერი უხარია ამ დროს ადამიანს. საგრძნო ფაქტორისგან როგორ თავისუფლდები და უფრო მსუბუქ ხდება აი, ნახეთ, სიხარული გაქვს, აპატია ადამიანს და სიხარული გაქვს. ანუ კი არ შვება აიმედე და ეხა მე რომ ამას ვაპატიეს ჩამთვლის რომ მე რაღაცა აჩარი ვარ სუსტი, არამედ ხვდები რატომაც აპატია ადამიანს რა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენ აი საბოლოო ჯამში რომ ვიცოდეთ რომ აი ქრისტიანობის ძიება და ქრისტეს ძიება და ქრისტე როგორც მიზანი ამაში არის აი რაღაცა ჯვარი უნდა ავიღოთ და რაღაცა მომენტში უნდა აი როგორც გოლგოთამდე მაცხოვარმა აიტანა ეს ჯვარი რომ აღდგომის სიხარული ანუ ქრისტე რო აღდგეს შენში აი ეს ჯვარი უნდა გაიტანო აუცილებლად მაცხოვარი მაგიტო მუხლი მაგიტო მოხარა აი რომ დაიჩოქა ხო როდესაც ეს მაგით გვაჩვენა რომ გახსოვდეთო თქვენს დაიჩოქებით განა არ შეეძლო მასო ეს ჯვარი უდურტვინოლად ეტარებინა მაგრამ ის ხო ყველაფერს აკეთებს ჩვენ განსასწავლად და ის ჩამოხლაც ეგ არის რომ გაგიჭირდებათ ანუ გოლგოთამდე ასატანი გზა რთულია მაგრამ გაგიჭირდებათ მაგრამ თუ ახვალთ ხო მაშინ აღდგომა გარდაუვალია და ეს საოცარი სიხარული არის და აი ეს ჯვარის აღება არის როდესაც აი რა ვიცი ადამიანს აი ქრისტეს მცნებების აღსრულება უნდა გინდოდეს და შეგეძლოს და ჩვენ სამწუხაროდ აი მე ჩემ თავზეც ვიტყვი და ზოგადად აი დღევანდელი ის ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ აქცენტები გაკეთდეს ყველანაირ მეორე ხარისხოვანზე სამწუხაროა ეს აი ჩვენც აი რაღაცა იმებში რაღაც სოციალურ ქსელში ჩვენი მრევლის და ეს კამათობენის აი მინდა ყველას ვთხოვო ნუ ჯერ ქრისტიანი რო კამათობს სადმე ერთმანეთს ვერ კამათებთ ორივე დამარცხებული ხართ სამოდელო პირები თუ ორნივ კამათობთ სადმე ორივე დამარცხებულები ვართ იმიტომ რომ გარე თვალში ორი ქრისტიანი ადამიანი თუ კამათობს ის უკვე ორივე დამარცხებული ამ მნიშვნელობა მართალი ვინ არის ქრისტიანებს თავისი კამათისთვის და იმის თავისი ფორმები აქვს სახარებისეული ფორმები აქვს თავისთავად და ამიტომ აი ყველაფერი კეთდება თქო მრევლს მინდა რომ ჩვენს მორწმუნეებს უთხრა ყველაფერი კეთდება რომ აქცენტები გადატანილი იქნეს ანუ ყველა იმას ცდილობს ტელევიზიებიც მოვა და კი არ ანუ რო დაუწყებ რომ აღდგომის შინაარსზე საუბარს არავის ანუ მითხარი თქვა ჭიაკოკონა როგორ უნდა იყოს იქ რა ვიცი ისე იგი საფლავზე როდის უნდა გავიდეთ ისო და კორცი რომელსაც ზონა შეგვიძლია მოიცა აღდგომა ანუ მოიცა ანუ რაღაცა ანუ აღდგომის სიხარულია და მე საერთოდ არ ფიქრობ მაგაზე რომ მოდის ადამიანი აღდგომა დღეს ან აი ამ ვნებიშვიდეულში და გეუბნება რომ აი ეს ამაზე მესაუბრე ამას ვეუბნები საერთოდ არ ფიქრობ ამაზე რატო ფიქრობთ ამაზე ეხლა მაგაზე ფიქრის დროა ეხლა ხო სხვა რამეზე ფიქრის დრო ეხლა ხო საოცარად იცვლება შენი შინაგანი საოცარი გარდაქმნის ფერის ცვალების რაღაცა საოცარი შინაგანი აი მეტამორფოზის დრო დგება და მოკლედ ჩვენ რაღაცა მაინც მეორე ხარისხოვანებზე ვაკეთებთ ხოლმე აქცენტებს მადლობა ძალიან დიდი მამა გიორგი არასშესანიშნავი აქცენტებისთვის გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ტიგანოზე გიორგი კარელიძე გვესაუბრებოდა